ტრამპის პოლიტიკა გზავნილები დავოში და ჩვენს თვალწინ შეცვლილი გლობალური დღის წესრიგით. ამერიკის შეერთებული შტატები პლანეტის ეკონომიკური ძრავია, როდესაც ამერიკა ყვავის, მთელი მსოფლიო ყვავის. ასეთია ისტორია, როდესაც ცუდად მიდის საქმე, ცუდად მიდის ყველასთვის. ყველანი ჩვენს კვალს მიხვებით და ჩვენ იმ წერტილში ვართ, სადაც არასდროს ყოფილ ვართ. სწორედ ამ სიტყვებით მიმართა დაოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მას უყვარს ევროპა, მაგრამ ის სწორი მიმართულებით არ მიდის. იმავე დავოში გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ მსოფლიო დიდი ძალების აღზევების პერიოდში შედის. მერცის შეფასებით ჩინეთმა სტრატეგიული წინდახედულობით გზა გაიკვლია დიდი სახელმწიფოების რიგებში, ხოლო შეერთებული შტატების გლობალური ლიდერობა ეჭქვეშ დგას. რა რეალობის წინაშე ამ მსოფლიო რა გამოწვევებს უნდა ველოდოთ გლობალურ ეკონომიკაში და როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესები ჩვენს რეგიონზე. ჩვენ შეკითხვებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია უპასუხებს. მოგესალმებით. მადლობა კაცემეშ ნომრობისთვის. ძალიან საინტერესო კვირა გვაქვს. დავოს ეკონომიკური ფორუმი ყოველთვის საინტერესოა ხოლმე სხვადასხვა განცხადებებისა და შეფასებების და იქიდან გაჟღერებული პოზიციების წყალობით, თუმცა ეს ორი დღე განსაკუთრებულ განცხადებებს ვისმენთ. და ტრამპის აქამდე განხორციელებულმა პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა ნაბიჯებმა, მისმა სატარიფო პოლიტიკამ და შემდგომ და ის რაც დავოსიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ასევე დავოში ევროკომისიის პრეზიდენტისა თუ მერცის, ამ შემთხვევაში გერმანიის კანცლერის საპასუხო განცხადებები რაღაც სხვა რეალობაში გვამყოფებს, ხო? რეალურად ერთ დროს ძალიან მჭიდრო კავშირში მყოფი ამერიკა და ევროპა დღეს პრაქტიკულად ეკონომიკური დაპირისპირების ძალიან ცალს არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ ისეთ ნათელ მაგალითს უყურებ. და უცებ გამოჩნდა ჩინეთთან პარტნიორობა ევროპის სახელმწიფოების მხრიდან, როცა მანამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აბსოლუტურად შესაძლოა სხვა განცხადებები მოგვესმინა მათგან და ვისმენდით კიდეც. რა რეალობაში ვართ დღეს? მოგესალმებით, მივესალმები ეს მაყურებელს. უდაოდ საინტერესო იყო ეს ფორუმი ყოველთვის საინტერესოა. იმიტომ რომ რაღაც არაფორმალური, შეიძლება არასოდეს ოფიციალურად ეს არ უთქვამთ, მაგრამ მსოფლიო მთავრობის იმიტაციას ქმნიდნენ ხოლმე. მათ ირგვლივ ბევრი რამე თქმულა, ელიტური ოჯახები, ძირითადად ის ტენდენციები, რომელიც ლიბერალური წესრიგის დროს ძირითადი ეკონომიკური ტენდენციებისა და იდეოლოგიების მთავარი გადამოწმება და სამომავლო მათი ორიენტირების ჩამოყალიბება ამ ფორუმზე ხდებოდა ხოლმე. მისი უცვლელი აქამდე ბავშვად ხელმძღვანელი და დამფუძნებელიც მისი სიტყვაც ფაქტიურად ერთგვარი რაღაცა ესეთი გზავნილი იყო ხოლმე, საით წავა იმ მსოფლიო მომავალში. წელს გახსნათ სხვანაირი იყო ალბათ ნახეთ. ეს უკვე თავისთავად მეანიშნებდა, რომ ახალი ეპოქა იწყება. თავისთავად თვითონ ეს გამოსვლები ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამოსვლებიდან უნდა ამოვიღოთ ჩვენი ძირითადი გზავნილები, რას ხედავენ ისინი სამომავლოდ და რადგან ორად არის გახლეჩილი დღეს მსოფლიო დავოსის ფორუმიდანაც ყველა ანალიტიკოსი ელოდა ეს მსოფლიოს ორად გახლეჩილობა იქ როგორ აისახება და გამოძებნის თუ არა დავოსი გზავნილს 21 საუკუნეში ჩვენ როგორ უნდა განვითარდეთ სამომავლოდ, მოსინჯული იქნება თუ არა ეს. თქვენ ახლა ჩამოთვალეთ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ვინც გამოვიდა იქ ჩინეთის ვიცე-პრემიერი და შემდეგ დაუშვათ ახლა ტრამპის მთავარი გამოსვლა გასაგებია რომ იყო და მისი დამოკიდებულება იცით რაშია საქმე, აი ესეთი ჭეშმარიტების მომენტი ჩემთვის მაგალითად რა იყო, იცით აი სოფლიოში რა ხდებაო თქვენ რომ მეკითხებით. როდესაც მან გრენლანდიაზე ისაუბრა და გახსოვთ მეტი ცნობილი ეს მასაჟი რომ გრენლანდია შეუძლია დაგვეთანხმოს და გრენლანდია შეუძლია არ დაგვეთანხმოს და ამას ჩვენ დავიმახსოვრებთ, მაგრამ სანამ ის იტყო და ამ სიტყვას დავიმახსოვრებთ, იქ მომენტი იყო სიჩუმის, როცა დაიძაბა და დარბაზი და იყო მოლოდი რომ მას შეიძლებოდა ეთქვა რომ დავიმახსოვრებთ კი რა, დავიმახსოვრებთ ამის მაგალითად ეთქვა რომ ჩვენ ძალის გამოყენებითაც შეგვიძლია ამის გაკეთება. ანუ ის ამას არ იტყოდა, გასაგებია, მაგრამ ეს მოლოდინი რო უკვე იყო იქ. აქ ახლა საქმე რა შეიძლება, მას ეს რომ მეთქვა, ეს რა დარბაზი იყო, სადაც ახლა რამოდენიმე ადამიანი ალბათ ადგებოდა და გავიდოდა, მაგრამ ძირითადი ადამიანები ამას მიიღებდნენ თუ არ მიიღებდნენ, აი ეგ არის ის სოფლიო, რომელიც ჩანს და სამწუხაროდ, მე მგონი ეს არის სოფლიო, მას რომ ეს ეთქვა და ამის ვარიანტი თეორიულად არსებობდა, უბრალოდ მან პრაგმატული
მომენტიდან მოსაზრებიდან გამომდინარე არ თქვა ეს, იმიტომ რომ ჩაფიქრებული ალბათ სხვა რამე აქვს და ნამდვილად არ იქნებოდა ახლა ის სწორი მისი მხრიდან მას რო ეთქვა, მაგრამ ის რომ გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ყველაფერი განვითარდეს, ისე რომ გრენლანდია მან მაინც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ამის მოლოდინი ყველას აქვს და ეს არ იყო ის დარბაზი, რომელსაც შეუძლია ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს მას. აი ეს არის ის დარბაზი. მაშინ როგორ შეიძლება აღვიქვათ გერმანიის კანცლერის ეს სიტყვები, რომ ამერიკა აღარ არის მთავარი ძალად და უცებ ჩინეთზე გაკეთებული ძალიან ისეთი მკაფიო აქცენტი. იცით რა, სიტყვები ერთია, მაგრამ სიმართლეც მეორეა და მესამე კიდე რამდენად შეგიძლია ამ შენ სიმართლეს ძალა მისცე, ისეთი რომელიც დომინანტი შეიძლება გახდეს ტენდენციების შექმნის პროცესში. მე საერთოდ დაოსის ფორუმს ბოლო 3 წელია ბევრი გამოსვლის გამო უყურებ, მაგრამ ხავიერ მილეი ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო პიროვნებაა, მისი გამოსვლების გამო უყურებ ხოლმე დაოს ბოლო 3 წელია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი გამოსვლელია მის შეხედულებებს პირადად მე არ ვიზიარებ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელსაც შეიძლება არ ვხედავ მე მოვლენებს ისე როგორც ის, მაგრამ ძალიან დიდი პატივისცემით ვარ მის მიმართ განწყობილი, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამორჩეული პიროვნებაა და ისევ თქვენ შეკითხვას რო დაუბრუნდეთ, აი რა მსოფლიო არა მის გამოსვლაში ეს ძალიან კარგად ჩანდა, როგორ გაუჭირდა მას ერთმანეთთან დაეკავშირები და დაუკვირდით ახლა. როგორ იწყებს ის თავის გამოსვლას? ის ამბობს, რომ მაკიაველი დამთავრდა. ამ დროს როგორ დამთავრდა მაკიაველი? როდესაც ხა მე ვიცი, მაგრამ იგულისხმება სახელმწიფოს როლის მიმართებას ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა და ის მცირე ზეგავლენის სკოლის სახელმწიფოს მომხრეა და კლასიკური ლიბერტარიანელია და ის ამას გულისხმობდა, მაგრამ მაკიაველია ძალის მეშვეობით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომლის პირდაპირ დემონსტრირებაა ტრამპი, რომელიც მისთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პარტნიორი იყო ყოველთვის და ტრამპის უკან მდგომი ის სახელები პიტერ ტილი და ყველა ეს ადამიანები, რომლებიც ტენდენციას ქმნიან უფრო სამომავლოს, ეს არგენტინა ერთ-ერთი ფაქტიურად ექსპერიმენტალური ქვეყანა იყო მათთვის და აი ამ ქვეყნის ლიდერი წარმოიდგინეთ როგორ წინააღმდეგობაში შედის თავის გამოსვლაში, როდესაც ის ამბობს, რომ მაკიაველი დამთავრდა, მისი ესეთი ავტორიტეტი სატარიფო ომებს, საწარმოებს და ძალის დემონსტრირებით აკეთებს ყველაფერს. და საბოლოო ჯამში რა შეაიცეთ საქმე, ხა დაოს უნდა გაეცა პასუხი თუ მას შეეძლო იმ დილემისათვის, რომელიც სოფლიოს წინაშე დგას და რა დილემაა ეს? ანუ წესრიგი მიიღწევა ძალის საშუალებით თუ ის შეიძლება იყოს მორალური კონსენსუსის შედეგი. სოფლიოს წინაშე ხო რამდენი ხანი ეგ დილემა დგას და სამწუხაროდ დღეს არ ჩანს ეგ ამბავი. პასუხი ახლა ის რა ქვია პრემიერ-მინისტრი არა ბელგიის მას მისი გამონათქვამი ხო ყველამ დაიმახსოვრა რა ახლა უუფლებო მონობას თუ პატივცემული ვასალობა ჯობია, მე რო ვთქვი რომ იქ რამდენი ადამიანი ადგებოდა იმ დარბაზიდან დავუშვათ ტრამპს რო ეთქვა რომ ძალის მიერად გამოვიყვანო, ალბათ ის ხალხი არ ადგებოდა, ვინც შეიძლება ხმამაღლა არ თქვას, მაგრამ ამ პოზიციას იზიარებს ალბათ სამწუხარო ეს ყველაფერი და ჩვენ მივდივართ იქამდე რომ სამწუხაროდ აი მომავლის პროექტი როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის ზუსტად იმის გამო არ არის გარკვეული, ძალიან ბევრი ილუზია გახდა ჩვენი ემოციებისა და ჩვენი გადაწყვეტილებების საფუძველი. აი ხავიერ მილეი მე იმიტომ მოვიყვანე რომ ეს ადამიანი ახლა როგორ წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან მის გამოსვლაში, აი პირველ ყველაზე ესეთ ლიბერალური ეკონომიკის ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ესეთი ქვეყანა, რომელსაც ექსპერიმენტი უნდა გაეკეთებინა და ადამიანი წარმოიდგინეთ თან ახლა უყურეთ ის კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ყველაზე კიდე რა ფრაზა თქვა მან. ის ამბობს რომ ამერიკა კვლავ გახდება თავისუფლების ეტალონი, ის იმ შემაღლებულ გორაკზე კვლავ დადგება და იქიდან მოასხევს თავისუფლებას და ამ დროს ამერიკა რას აკეთებს? ხო, ანუ ეს ხო ყველაფერი თავდაყირა აყენებს იმას, რომ ლოგიკები აშლილი აბსოლუტურად ერთმანეთთან და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სამომავლოდ ამ ეტაპზე ჩამოვყავდეთ, სანამ ეს დილემა არ გაირკვევა, რაც მე ვთქვი, ახლა ეს ფილოსოფიური პერსპექტივა რომ ეს დილემა გაირკვეს. ჩანს პერსპექტივა და პერსპექტივა ჩანს რაში, იცით რომ საქმე რაშია, იცით უყურეთ. ახლა აქ ცოტა ფილოსოფიური გამოსვლა ქონდა ხავიერ მილეის სხვათა შორის ის იდეოლოგიური, ფილოსოფიური ის ყოველთვის ესეთი მომზადებულია და მე ტყუილად არ მიტყვი რომ 3 წელია დაოს ძირითადად, ნუ ახლა ძირითადად შეფა გაზვიადებულია, მაგრამ ყოველთვის დიდი სიამოვნებით უყურებ და დეტალურად ვაანალიზებ ის რას ამბობს, იმიტომ რომ თვითონ დასავლეთის კრიტიკაც, რომელიც მან 24 წლიდან დაიწყო, მე 25 წელში მისი გამოსვლები რომ ახსოვს, ის ზუსტი იყო, ზუსტად ისე წავიდა ეს ყველაფერი, როდესაც ამ ვოუკიზმის და გადარჩენის პოლიტიკების წინააღმდეგ გამოდიოდა და ის რეალურ თავისუფლებაზე ლაპარაკობდა, ის ყოველთვის თავის მოსაზრებებს იდეოლოგიური შეხედულებებით, ღრმა ფილოსოფიური ცოდნით ამყარებდა, ამიტომ ის ძალიან კომპეტენტური გამოსვლელია.
მაგრამ ნახეთ რა შესაქმე გამოსავალზე როდესაც მეკითხები თქვენ ძალადობა ადამიანს არასოდეს არ მოწონდა და ყოველთვის ცდილობდა რომ თავისუფლება მოეპოვებინა და როდესაც ძალით ვერ ელეოდა ძალას ის ყოველთვის მოდიოდა იდეებით ცდილობდა ღირებულებებით ამის დაფასება მაგრამ შემდეგ ძალა ისევ ბრუნდებოდა სამწუხაროდ და ესეთი ჩაკეტილი წრე იყო ანუ ძალა დამარცხებულა ხოლმე იდეებით, მაგრამ შემდეგ ეს იდეები ისევ ძალა მოუბრუნდებოდა. ამიტომ რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ფაქტიურად ის დაუშვათ წარმოსახვითი ცდელობა ჩვენი მთელი მსოფლიოსი რომ თავისუფლება გათავისებული იქნას არაუტოპიურ იდეებთან, არამედ მიღწევად შედეგებთან. როდესაც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაც იქნება გათვალისწინებული, დღეს ეს აჩვენა მსოფლიომ რომ აი აქ არასწორი დიაგნოზებმა დასუმლა მიგვიყვანა იქამდე რომ თავისუფლების გაგება ვერ იქნა ნაპოვნი ზუსტად ისე რომელიც მოერგება ადამიანის შინაგან მოთხოვნილებებს. იმიტომ რომ რა შეიძლება საქმე ხა ტრამპი რას აკეთებს? დომინანტობის პროცესი ადამიანის ბიოქიმიასთან 1000 წლების განმავლობაში მასში ჩანერგილი მოცემულობაა და მისი იგნორირება და ამის დაბრარება რომ ეს არის კულტურული მოცემულობა რომელიც ადამიანს შეუძლია ადვილად შეცვალოს ეს იყო მთავარი იდეა რომელმაც არ იმუშავებს და რის გამოც გვჭირს ახლა ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მივხვდეთ სოფლიო ხდება ამას ხავერმბილეის გამოსვლაზე იმიტომ გელაპარაკებით რომ უბრუნდები მთავარ დილებას წესრიგი ძალით მიიღწევა თუ ის შეიძლება იყოს მორალური კონსენსუსის საფუძველი და მორალური კონსენსუსის საფუძველი ვერ იქნება თუ ჩვენ ღირებულებათა სისტემებზე არ შევთანხმდებითო ეგ არის ახლა ყვირის ხმამაღლა მსოფლიოში ტრამპი გამოდის და ამბობს რომ მე ძალით მივაღწევ ამას იმიტომ რომ ადამიანები ვერ ეწინააღმდეგებიან ამას იმიტომ რომ სოფლიომ საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა ადამიანის ბიოქიმიური ნერვულ სისტემაში გადასული ეგ ამბავი რომ დომინანტობის იდეა არსად არ მიდის გესმით და ეხლა საქმე რაშია იცით ეხლა მომავლის ეკონომიკაზე როდესაც ლაპარაკობ თქვენ მომავლის ეკონომიკა თუ არ გაითვალისწინა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და ის უტოპიური იდეებზე იქნება დაფუძნებული ამან ჩააყენა ხავერმილე ამ ძილ მდგომარეობაში როდესაც მან პასუხი ვერ იპოვა ამერიკა არის ის შემაღლებულ გორაკზე რომ ასხივებს სიმართლეს ის მოცემულობა რომელიც ტრამპს ესე იგი სატარიფო ომს უცხადებს დანარჩენ მსოფლიოს და თვითონაც ვეღარ გაიგო რა თქვას გესმით აი ეს გაუგებრობა უნდა დაიძლიოს ბუნებრივ მდგომარეობას და უნდა დაბრუნდეს ადამიანის მდგომარეობა კი ბატონო თუმცა იმის გათვალისწინებით რომ არ მოცემულობაც გვაქვს და მათ შორის ტრამპის გამოსვლიდანაც მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდანაც ჩანდა რომ სატარიფო საკითხებზე შეუთანხმებლობა სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს ამ შემთხვევაში მაგალითად პირობითად ევროპისთვის. აი ასეთ სიტუაციაში, როდესაც ევროპარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დავუშვათ ამერიკასთან დადებული ეს შეთანხმების რატიფიცირება ყოველ შემთხვევაში არ მოახდინოს და გადაუგზავნოს სასამართლოს და თან იქ ერთ-ერთი ფრაზა იყო, რომ იქნებ ტრამპი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდეს ამ ნაწილზე და იქნებ სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე წამოვიდესო. აი ამ მოცემულობაში რა საით უნდა წავიდეს ჩვენაირი ტიპის პატარა ქვეყანა და რა მდგომარეობაში ვართ ახლა რას უნდა ვუყუროთ ჩვენ ვუყურებთ რეალურად ერთი ძალიან დიდი სახელმწიფო ეკონომიკური და ყველა თვალსაზრისით დომინანტი სახელმწიფო ძალიან ძლიერ სტრუქტურულ გაერთიანებას ევროკავშირის სახით ყოველ შემთხვევაში ასე აღვიქვავდით ხო ამ დრომდე პირდაპირ ეუბნება რომ შენ აღარ ხარ ის ევროპა შენ ეკონომიკურად არავინ ხარ და საერთოდ არავინ არ ხარ ბოლო ფრაზები უტრირება რომ მოვახდინო ასე ვთქვათ ამ რეალობაში ჩვენაირი ტიპის ქვეყანა რა გზას უნდა ირჩევდეს და საით უნდა მიდიოდეს რას უნდა უყურებდეს რაზე უნდა ვაკეთებდეთ ორიენტირს პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება შიგნით გავერკვეთ აი ეს გახლეჩილობა ჩვენ დაგვანგრევს როგორმე უნდა მოვახერხოთ ის რომ რაღაცნაირად ერთნაირი ხედვა ჩამოგვიყალიბდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება გარეთ. ეს თუ ასე ურთიერთ გამომრიცხავ იდეებით შევაფასეთ, ეს ძალიან მძიმე იქნება. მეორე არის ის, რომ ეს ტენდენცია, რაც არის გარეთ, რადგან ახლა ჩვენ იდეოლოგიური კუთხიდან შევხედეთ, ის რომ დომინანტი ხდება ძალის დემონსტრირებით, მშვიდობის და ბიზნეს მიღწევის თემა, ეგ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენს გვერდზე ახლა ამ ხელა სახელმწიფო რო არის ეს რუსეთი, რომელთანაც დაპირისპირების ასეთი ძალიან მძიმე მოდელი არის. იცით რა, ჩვენ მე ბევრჯერ მithქვამს ხოლმე ხა დაბალანსების პოლიტიკა, კი ბატონო, ძალიან სწორი არჩევანია, მაგრამ ეს ურთულესი არის. იმიტომ არის ურთულესი, რომ დაბალანსების პოლიტიკას შენი არჩევანი არ ყოფნის.
ის დიდი ძალები, რომელთა შორის დაბალანსებაცაც შენ ფიქრობ, მათი შეთანხმება უნდა იყოს, რომ შენ ამ როლის განხორციელების უფლება მოგეცეს. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ამ ორივე ქვეყანასთან როგორმე უნდა მივახციოთ იმას, რომ გავარკვიოთ ეს. მათთან ჩვენ შეგვიძლია თუ არა მათგან, უბრალოდ მათ შორის შეთანხმების საგანი ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ თუ არა და ჩვენ გადართული ვართ მაინც აი ჩვენი სურვილები და როგორ ჯობია გასაგებია, ასე ჯობია. რა თქმა უნდა, დაბალანსების პოლიტიკა ჯობია, იმიტომ რომ დაბალანსების პოლიტიკა რთული იცით რატომ არის? სასწორს თუ წარმოიდგენ და ერთ მხარეს თუ დადებ დაბალანსების პოლიტიკას, ყველა დააბალანსებდა, მაშინ ჩვენაირი ქვეყანა სიადვილე იყოს. მეორე მხარეს იცით რა დებს სასწორს? ქართულ ანდაზაშია ძალიან კარგად. ორი კურდღლის მადევარი ვერცერს ვერ დაიჭერს. ეს არ უნდა დაგემართოს. ეგ არის აქ მთელი სირთულე. იმიტომ რომ თუ შენ შეატყობ რომ შეიძლება ამ გზით მიდიხარ, მაშინ იძულებული იქნები ერთის მხარეს გააკეთო არჩევანი და ცუცსა და კარგს შორის კი არ გექნება არჩევანი გასაკეთებელი. უბრალოდ ცუცსა და უარეს შორის გექნება არჩევანი გასაკეთებელი და ჩვენ უნდა მოვიქცეთ ასე ახლა შიგნით როგორმე უნდა დაიძლიოს ეს აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების არსებობა. დიალოგით უნდა დაიძლიოს პირველ რიგში, იმიტომ რომ მაგის ალტერნატივა არის, მაშინ ძალით უნდა დაიძლიოს და ეხლა ეგ ძალიან ცუდ რამემდე მიგვიყვანს. მეორე მხრივ თუ სოფლიო ქადაგებს იმას, რომ როგორც გითხარით, სოფლიოში წესრიგი ძალით მიიღწევა და არა მორალური კონსენსუსით, ყოველ შემთხვევაში ადამიანის განვითარების დღევანდელი დონის გათვალისწინებით, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ და მხოლოდ უფლებებზე საუბარი ჭიხში შეგვიყვანს. ჩვენ რისი უფლება გვაქვს, მარტო ამაზე კი არ უნდა ველაპარაკოთ, არამედ რისი მიღწევა შეგვიძლია. რუსეთი არის უდიდესი ფაქტორი ახლა ამ ყველაფერში, ხო? ჩვენ რუსეთი მოგწონს თუ არ მოგწონს, მხოლოდ აქედან გამომდინარე თუ შევარჩიეთ ახლა რუსეთთან ჩვენი პოლიტიკა, ეს არ იქნება სწორი. ვერავითარ შემთხვევაში მე ვერ გავიგე, რატო არის ესეთი შეუძლებელი, სადღაც მესამე ქვეყანაში შედგეს დიალოგი რუსეთთან, როდესაც მისგან რას უნდა ველოდეთ და ბატონო? ოკუპანტია. რა მნიშვნელობა აქვს ამას კაცო ახლა ისრაელი და ის ელაპარაკებიან ხამასი ერთმანეთს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ახლა როდემდე ვიცაღოთ ეს ოკუპანტია ჩვენ ოკუპანტია თუ არ არის მაგის გარკვევა კი არ გვჭირდება ჩვენ გვჭირდება რუსეთსა და ამერიკას შორის ჩინეთსა და რუსეთსა და ამერიკას შორის ახლა ეს დაბალანსების პოლიტიკაზე რო ვსაუბროთ მათი კონსენსუსი შეიძლება ეს იყოს თორე ჩვენ რო ასე გვინდა მარტო ეს კი არ არის ანუ ჩვენი გასარკვევი არის ის დიდი მოთამაშეები რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან და ჩვენ თუ გვინდა რომ მათ შორის დაბალანსების პოლიტიკა ვითამაშოთ ეს ჩვენი არჩევანი რო კი არ არის მარტო მათი არჩევანი უნდა იყოს ჩვენთან მიმართებაში და მაგის გარკვევისათვის რა საშუალებებიც არსებობს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ ეგ უნდა გავაკეთოთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ახლა შიგნით დიალოგი უნდა გავხსნათ ახლა პრემიერის ინიციატივას მოვყარი ყური დღეს რომ დებატების ეს დებატები ახლა პოლიტიკურ დებატებზე კი არ არის ეს კონსენსუსის მიღწევის მექანიზმების ძიების სურვილმა ათქვევინა ალბათ ეს და მივესალმები ამას თავიდან ძნელი იქნება მაგრამ რაღაც მომენტში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ახლა თუ მრავალფეროვნება საჯარო ლაპარაკს იცით რა ეს საჯარო ლაპარაკზე ჩვენ რამდენი ხანი ვლაპარაკობთ მაგრამ რატო არ გამოდის ეს ამას თავის მიზეზები აქვს და მე მინდა რომ იყოს ეთერები სადაც ჯერ ამ ბიზნესებზე ვილაპარაკებთ აქამდე რატო არ გამოვიდა რომ ის შეცდომები მომავალში არ გამოვიმეოროთ და თანაც რაშია იცით საქმე თვითონ მრავალფეროვნება ხო ესეთი მოწონებული სიტყვაა ჩვენთვის არა ევროპის დღევანდელმა მდგომარეობა ისიც დაამტკიცა რომ მრავალფეროვნებას საერთო მიზნის არსებობის შემთხვევაშია ხაზრი წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიდა დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცევა და განსაკუთრებით მაშინ თუ ეს სოციუმი უპირისპირდება სხვა სოციუმს რომელსაც ეს პრობლემა არ აქვს ანუ არ აქვს ისეთი მრავალფეროვნების პრობლემა რომელიც ერთ მიზანს ანემსახურება ის სოციუმი ყოველთვის დაგამარცხებს და მოგიგებს ამ დაპირისპირებულ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში ახლა ის ცივილიზაცია რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ იმის შიგნით გახლეჩილობა როგორ შეიძლება იყოს მოცემულობა რომელიც გაუძლებს იმის ზეწოლას რომელიც გარედან მოდის კონკრეტიკა აქ ასეთია აი ორ რამეზე შევთანხმდეთ თუნდა რომ პირველ რიგში ძალიან კარგია ეს ინიციატივა დებატების იმიტომ რომ ეს მარტო პოლიტიკური დებატები კი არ არის იქნებ მივახციოთ იმას რომ გარეთ რაც ხდება იმასთან დაკავშირებით მეტნაკლებად ერთი პოზიცია ჩამოვიყალიბოთ გადავწყვიტოთ რა ჯობია ჩვენთვის მეორე რაც მე გითხარით ახლა თუ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა რომ დავაბალანსოთ და ეს იყოს ჩვენი პოლიტიკა ხო გითხარით სასწორის მეორე მხარეზე არის ზუსტად და ეს ორი კურდღლის მადევარი რომ ვერავის ერთსაც ვერ დაიჭერს ეს არ უნდა დაგვემართოს და ეგ რო გავარკვიოთ
ამისათვის ყველა იმ მოთამაშესთან რომელთა თანხმობა საჭიროა იმისათვის რომ კონსენსუსი შედგეს ჩვენთან დაკავშირებით დიალოგის რაღაცა ფორმა კომუნიკაციის ფორმა უნდა არსებობდეს და ეხლა მოდის გიხდით აი დავასრულებ ეხლა რუსეთზე თქვენ რომ გითხარით ეხლა ოკუპანტია გავიგეთ ეს ეხლა ეს გასაგებია 30 წელია ჩვენ რას ვაკეთებთ ეგ უნდა გავარკვიოთ ეხლა ემოციური ფაქტორი სოფლიო ორად ეხლა როგორ არის იცით გახლეჩილით აი ორი ძირითადი მიმართულება ერთი სოფლიო ცდილობს მიზეშედეგობრივი კავშირების ლოგიკიდან გამოიტანოს დასკვნა და მეორე სოფლიო ცდილობს საკუთარი ემოციები გადმოსცეს კარგად და შენს გადაწყვეტილებები მიგაღებიოს ემოციებზე დაყრდნობით და ეს ამბავი არ მუშაობს გესმით იმიტომ რომ როგორც გითხარით ძალის მეშვეობით მიიღწევა წესრიგი და არა მორალური კონსენსუსის საფუძველზე ადამიანის განვითარების დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე და ჩვენ შეგვიძლია ვიძახოთ რომ რუსეთი ოკუპანტია ვიღაცები რომლებიც იტყვიან რომ არავითარ შემთხვევაში არა იცი რა რეალობა გვაქვს არა იცით რა ემოციურად მაღალ საფეხურზე თუ ახლა თუ ჩვენ გვინდათ თუ ახლა რაღაც ინტელექტუალური რესურსი და ინტელექტუალური სიმდიდრე დავაგროვოთ იმით რომ ჩვენ ემოციური ფაქტორები წინა პლანზე გვაქვს წამოწეული და იმდენად მაღალი სტანდარტი გვაქვს რომ არავითარ პრაქტიკულ ჩვენს გადაწყვეტილებებს ეს არ იმოქმედებს არა თავარი პრობლემა რაც არის ხა დღევანდელი სოფლიოსი ეს არის ილუზიებისაგან განთავისუფლება მე გეუბნებით რომ ეს ერთ-ერთი ილუზიაა რომ იმის გამო რომ ჩვენ ახლა ესეთი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ არ ვეცადოთ იმის გარკვევას შესაძლებელი იქნება თუ არა ამ დიდ მოთამაშეებს შორის ჩვენთან მიმართებაში იმ ფუნქციის განხორციელება რაც ჩვენ გვინდა ჩვენთვის არის ეგ საჭირო და ახლა დანარჩენი ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი როგორც შეხედავს ამას ეს მაინც ასე გადაღწევთ ახლა მოსახლეობის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასე არ უყურებს საბოლოო ჯამში ეს ასე არ გამოვა და ნუ მაშინ ის მოხდება რაც მოხდება კი ბატონო და ჩვენი საუბრის ბოლოს ეკონომიკური კუთხით ბუნებრივია პოლიტიკური პროცესები მათ შორის ძალის მიერი პოლიტიკა და ეს ყველაფერი ახდენს გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე და ამ პროცესების თითქოს საფუძველით სწორედ ეკონომიკური და ეს ნაწილია, მაგრამ რეალურად სხვა ტიპის გადაწყვეტილებები პოლიტიკური კუთხით არის მიღებული, ხო? ეკონომიკაზე გავლენა ამ პროცესების როგორია გლობალურ მასშტაბზე და ეს მერე როგორ მუშაობს, როგორ იმოქმედებს, როგორ მოქმედებს რეგიონზე, მათ შორის რეგიონზე, სადაც საომარი მოქმედებებია რუსეთ-უკრაინის ომს გულისხმობ და სადაც თითქოს პირობითად მაგალითად ტრამპს მიაჩნია რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები უკვე ისე დაალაგდა რომ ეს ამ ომს დამთავრებულად და ცოტა დაალაგებულად წლის იქ არის ლაპარაკი ახალი დერეფნის გახსნაზე და რეგიონში შემოდის ბევრი სხვადასხვა ფაქტორი. აი ეს პროცესები გლობალური ეკონომიკაზე გავლენა და ჩვენზე მერე გავლენა. ორი საკითხი აქვს და ორივე ცალ-ცალკეობას გლობალურ ეკონომიკაზე მიმდინარე პროცესების გავლენაზე სხვადასხვა დაოსზე ძალიან ესეთი მკაფიოდ გამოკვეთილი კონსენსუსი იყო ზუსტად ჩამოითვალა ის პარამეტრები რაც უარყოფითად ჩამოყალიბდება ამ სატარიფო ომის გამო. პირველ რიგში დასახელდა საფინანსო საფონდო ბაზრები, სადაც ინდექსება ძალიან ცუდი წითელი ანთო, ეს რა თქმა უნდა ცუდი ტენდენციაა. ინფლაციური ზეწოლა, იმიტომ რომ ფასებთან დაკავშირებული ცვლილებები შენ რომ ვიღაცას ტარიფს უზდი და მას რომ შემოსავლები შეუმცირდება, შენს მოსახლეობას გაეზდება ხარჯები და ეს ესეთი ორხრივი ეფექტის მქონე როა ესეც კაფეოდ დაფიქსირდა რომ ესე არის ამ სატარიფო ომში შენ რო გახსნი ცეცხლს იქიდანაც ცეცხლს გაგიხსნიან ამას რომ მოყვება აბსოლუტურად უნდობლობის ისეთი ხარისხი რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისათვის დამაზიანებელია ეს მეორე უდიდეს ფაქტორად შეფასდა და ამაზე შედამთე რომ ესეა რა თქმა უნდა ეხლა აქედან გამომდინარე მე ეს ინფლაციური ზეწოლა და პლუს ვალთან დაკავშირებული ის დიდი რაღაცა ბუშტები რომელიც მზადდებოდა ამათი გასკდომის საშიშროება რომ 10 ჯერ უფრო გაიზარდა ეგ იმას ნიშნავს რომ მოწყვლადობა მთლიანად ეკონომიკის გაიზარდა სავალუტო ფონდი პირდაპირ გეუბნება რომ რა თქმა უნდა საერთო ახლა სოფლიოს ეკონომიკური ზრდას კიდე შემცირება უნდოდა ამ სიტუაციაში და აი ამ საპატარიფოებიდან გამომდინარე ამ ინფლაციური ზეწოლებიდან გამომდინარე და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაც დაოსზე ძალიან მკაფიოდ ჩამოითვალა გასაგებია რომ საერთო ზრდა შემცირდება ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი გართულდება და ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენთან მიმართებაში კრიზისი რომელიც 2008 წელს იყო შეიძლება ისე მოულოდნელად გავვითარდეს ასეთი კრიზისული თემა რომ ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში ქონდა ჩვენ კოვიდის ეკონომიკა იცხრა პროდუქტი ახლა მახსოვს ჩამონათვალი ამ 9 პროდუქტთან მიმართებაში იმიტაციური და ესე რაღაცნაირად ეს მოდელირებული ქრონიკა
ცნობილი ტერმინია, ხო, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ მოდელირებული ქრონიკა, ალბათ მთავრობა ამას ვიცი რომ მუშაობენ ამაზე, რომ ხვალ ვერ დადგეს ეს პროცესი იმ 9 პროდუქტთან მიმართებაში რა სიტუაციები გვაქვს, რეზერვები როგორია, ფასები როგორი იქნება, რა იქნება, ეს ერთი მზაობა აუცილებლად უნდა გქონდეს. ანუ ეგ მზაობა უნდა იყოს ისე მიდის პროცესები გარეთ, რომ კოვიდის ეკონომიკის დროს უცებ რო გადავერთოთ. ხვალე ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, მოდელირებული ქრონიკა შევკრიბოთ მთავრობა და ვიცოდეთ რომ იქ აღარ იყოს მე საძებნი მეორე დღეს იმ რა უნდა გაკეთოს და ამარ ეს რომელი ქვეყნიდან რა უნდა გავაკეთოს. რა უნდა ეს უნდა წარმოვიდგინოთ, ჩვენ ეს ყოველდღე შეიძლება მოხდეს. ეგ ერთი ამბავი. და მეორე ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ ამ წუთას ახლა თქვენ მინისტრის მოადგილე ყავდათ. Ну, ის კარგი სცენარი, რომელიც თუ განვითარდება, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რა თქმა უნდა. და ეს სატრანზიტო თემები, ახლა აზერბაიჯანის თემა ახსენეთ ახლა თქვენ. აქაც ილუზიებში საკმაოდ კარგ ახალს ვიყავით ჩვენ, ხო? კი ბატონო. ახლა ეს სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული სტრატეგიული სიმაღლის რიტორიკა რო იყო, მაშინ უნდა მივხვდარიყავით, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ჩვენ სამეზობლოში გამოვხიზდეთ დავინახოთ ყველა ვინ არის და ყველა საკუთარი ინტერესების გარდა რო არაფერი ამოძრავებს, ჩვენც ასეთები გავხდეთ იქნება როგორმე და რაღაცა ილუზიებიდან გამთავისუფლდეთ, რომ ვიღაცა რაღაცის გამო რაღაცა ჩვენ საზარგებლოდ გავიკეთებს. ამიტომ ჩვენ მივოვიხედოთ ახლა ჩვენ სამეზობლოში, ხო? ეხლა რა დადგინდა მსოფლიოში? დადგინდა რომ წესი თუ ადრე იყო რომ იყო საერთაშორისო წესრიგი, რაც ნიშნავდა რომ შენ რო შენი საზღვრები გაქვს რა? იმ საზღვრებში პატარა ქვეყნებს და დიდ ქვეყნებს თითქოს ერთნაირი უფლებები უნდა ქონოდათ, მაგრამ ეხლა ამ ბოლო მოვლენება ჩვენ რა გვითხრათ, თუ შენ საზღვრებში არსებობს რაღაც ტერიტორია ან რესურსი, რომელსაც სხვა ჩათვლის რომ შენზე უკეთესად გამოიყენებს და შენ მისი დაცვის საშუალება არ აქვს, ადრე თუ გვიან შესაძლებელია მისაღებად ჩაითვალოს, რომ ეს პროცესი ასე გადათამაშეს. ეხლა შენ ამ წუთას შეიძლება ამას ვერ ხედავ, მაგრამ ეს პროცესი რო დაიწყება, ამას გადაცემის ეფექტი აქვს. ვიღაცები დღეს თავის თავს უფლებას მიცემენ რაღაცა ნაბიჯები გადადგან, იმიტომ რომ დღეს აძლევენ ამის უფლებას, მაგრამ ამას გადაცემის ეფექტი აქვს. ნებისმიერი, აი რაღაცნაირად წარე სიმართლე, რომელიც ჩვენ თავს უმალავდით ჩვენ, ირგვლივ მივოვიხედოთ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოუტრიალდეს. ამიტომ ახლა ჩვენ ეკონომიკური განვითარების გარდა ჩვენი თავდაცვის უნარიანობაც უნდა გავაზიაროთ მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ასეთი გეგმები არ აგვაქვს და ღმერთთან უხნას, რომ მოგვეცეს ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ ყველა ჩვენმა მეზობელმა ესეთი მსოფლიოა დღეს. უნდა იცოდეს, რომ ქართველებს მარტო სტუმართ მოყარეობა და პატივისცემა კი არ შეგვიძლია. სერიოზული მუშტის მოღერება შეგვიძლია თუ საჭირო გახდება. ამის აუცილებლობა დგება. ჩვენ მოგვიწევს თავდაცვის ხარჯების გაზრდა და ამასაც აუცილებელი იქნება პირდაპირ იქნება ეს ეკონომიკურ განვითარებასთან, იმიტომ რომ ანგარიში რომ გაგვიწიოთ, უნდა იცოდეს, რომ ძლიერები მხოლოდ ძლიერებს ცემენ პატივს. ესენი მსოფლიო მოდის და ძლიერება იმას არ ნიშნავს, ეხლა რომ ვიღაცაზე ძლიერება, შენი ძლიერების მაქსიმუმის მიღწევა უნდა შეგეძლოს და პატივისცემას მაშინ დაიმსახურებ და ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია. სამხედრო ძლიერება თითქოს ჩვენ ახლა გაორმაგება მოგვიწევს სულ მცირე იმ სამხედრო კონტინგენტის, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეხლა ერთ წელიწადში ეს არ მოხდება, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური მიზნების მიღწევისათვის პატივს რომ გვცემდნენ და ანგარიშს რომ გვიწევდნენ, ძლიერი ქვეყანა უნდა გავხდეთ, როგორც შეგვიძლია და ამიტომ ახლა გასაბერი ეკლესიების და მათზე მხარდამჭერის და ასეთი თემების მიმართ ესეთი ნეიტრალური დამოკიდებულების დროს დამთავრდა. აღარ არის მაგის დრო. ამიტომ ახლა ეს ძალიან სერიოზული მსოფლიო, რომელიც როგორც გითხარით ახლა ხავერ მილემ კითხვა რომ დამთავრდა ახლა მაკიაველის დრო, მაგრამ ტრამპმა თქვა რომ ახლა იწყება და ამიტომ მომემზადოთ ამისათვის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ ისეთი არც თუ სასურველი ურთიერთობა, ევროპის არჩევანი საით არის აი ამ ახალ წესრიგში. ჩინეთზე მუდმივი განცხადებების კეთება, ამას ემატებას ხო შეიძლება ცოტა ხნის წინ კანადის პრემიერის სტუმრობა ჩინეთში და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტად იყო შეფასებული. აი ეს რეალობა ჩინეთის როლს როგორ ზრდის ამ პროცესებში? სხვადასხვა კანადის პრემიერის გამოსვლაც ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა იყო. ის მისი ცნობილი აქცენტი რაღაც ვაცლავ ჰაველის ცნობილ შეგონებაზეც დაიმახსოვრა ყველამ, იმიტომ რომ კარგი აქცენტი იყო, მაგრამ ესეც იმ სოფლიოდან იყო, რომელიც ფაქტიურად გვემშვიდობება, თუ რამე არ მოხდა და ევროპას რაც შეეხება, ის ცნობილი გამონათქვამი, რაც არ კლავს გაძლიერებს, თუ ევროპა მეც გადაის გაძლიერდება. ბრიტანეთი, რომელიც ახლა
სერიოზული მოთამაშეა. ჩვენ დაუკვირდით მე რამდენადაც მაქვს შესაძლებლობა მის სტრატეგიულ დოკუმენტებს ყველაზე მეტად ვეცნობი. ყველაფერს ეხა ვერ ვახერხებ, მაგრამ ყველაზე მეტად ბრიტანეთის დოკუმენტები მაინტერესებს ხოლმე, რომ გავერკვე დაუშვათ რა და როგორ მოხდება. ჩინეთი იქ ძალიან სულაც არ არის ისეთივე კონტექსტით წარმოჩენილი, როგორც რუსეთი მათთვის. ანუ, როდესაც ეხა ბრიტანეთი იღებს თავის გარკვეულ ზედამხედველობას განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპაზე და აღმოსავლეთ ევროპაზე და მის სტრატეგიულ დოკუმენტებში ჩინეთი წარმოჩენილია როგორც პარტნიორობისაკენ მიმართული ესეთი ურთიერთობა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ძალიან სხვადასხვა მხრივი იქნება ეს ურთიერთობები და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენ ყოველთვის გვითხოვს, რომ ჩინეთისა და ევროპის თუნდაც ზოგადად გარდაუვალობა ურთიერთობის ერთ-ერთი ნიშა უნდა ყოფილიყო ჩვენს მიერ იმ დაბალანსების პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელების, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ამიტომ პასუხი შეკითხვაზე, რომ როგორი იქნება ჩინეთი, ეხა ყველაზე მოგებული მაინც ჩინეთია ჯერჯერობით, ფაქტიურად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამერიკა ეხლა ჩვენ როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან, ჯერ კიდევ არ ვიცით. ჩინეთს გარდა იმისა, რომ მომავალში ეხლა ფაქტიურად უკვე ირკვევალო ტექნოლოგიურ ბრძოლაში ის ლიდერის პოზიციას იღებს ნელ-ნელა და პიტერ ტილის გამოსვლებით და მისი შეშფოთებები უნდა ნახოთ სხვადასხვა გამოსვლებში, რომ მივხვდეთ რა ხელა დაძაბულობა აქვს ჩინეთის პროგრესთან დაკავშირებით, უშუალოდ სამხედრო სფეროში ტექნოლოგიურ მიღწევებთან დაკავშირებით. და ევროპისათვის ეს ურთიერთობა შენარჩუნებული იქნება. ანუ ევროპა ჩინეთთან ურთიერთობას შეინარჩუნებს. თუ ამას მეკითხებოდით, რომ აქ როგორი განვითარება იქნება ამას, აი ესეთი მსოფლიო იქნება. ჩვენ ამ ურთიერთობაში უნდა ვეძებთ კიდევაც, ეხლა და უნდა ვეძებოთ ჩვენი ნიშა ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობის გარდაუვალობაში, ჩვენი ადგილი უნდა ვეძებოთ. თუმცა აქ სხვა მოთამაშეები ერთვებიან და იმიტომ ვთქვი მე დიალოგის აუცილებლობაზე. დიალოგი შეიძლება ახლა გაზვიადებულია, მაგრამ გავარკვიოთ ჩვენი წითელი ხაზები რომ ვიცით, სად გადის, მათი წითელი ხაზები სად გადის, გავარკვიოთ და ჩინეთი თუ მასთან ურთიერთობა მეტნაკლებად ეხლა რაღაცა ხაზები არის დადებითი, ჩვენი გამოვიყენოთ რუსეთთან ამ წითელი ხაზების გარკვევის პროცესში. ჩინეთთან ურთიერთობა მაგათ გარდა ეხლა ჩვენ ხო ხედავთ როგორი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. არ მომწონს ეს დაძაბული ურთიერთობები მეც, მაგრამ მე ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ ყველაფერში რა მოცემულობას დადგა. ხოში ევროკავშირის გულისხმობ? რა თქმა უნდა, ეხლა აქ ვაიმე როგორი ურთიერთობა ევროკავშირს არც მე არ მომწონს, მაგრამ არ ვადანაშაულებ, იმიტომ რომ თელს ამ ლოგიკას რომ მივყვებოდი მიზეშედეგობრივი კავშირებით, მე მგონი არ შეეძლოთ ამათ სხვანაირად მოქცევა. შეიძლება რაღაცეები სხვანაირად გაკეთებულიყო, მაგრამ საერთო შედეგი რომ რადიკალურად სხვანაირი შეიძლება დამდგარიყო, მე ასე არ ვფიქრობ. ამიტომ ეხლა ჩინეთისა და ევროპის ურთიერთობა, აი ეს მრავალმხრივი მულტიფუნქციური ურთიერთობა ჩვენთვის უნდა იყოს ერთ-ერთი მიმანიშნებელი იმისა, თუ როგორ ვიმოძრავოთ ჩვენ და აი ეს არის რაც შეიძლება ამ წუთას ითქვას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ნახოთ როგორი იქნება და რა ტიპის გავლენა იქნება ჯერ გლობალურად პოლიტიკურად და მე უკვე რა წელს რიგს მივიღებთ მათ შორის ეკონომიკურად და საინტერესოა. რომან კაკულია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.